როგორც იქნა ვუყურე Netflix-ის ახალ სერიალს სამი სხეულის პრობლემა. პირველ რიგში გეტყვით, რომ წიგნი წაკითხული არ მაქვს. თუმცა ვიცი თავის დროზე ძალიან რეზონანსული და საყურადღებო იყო თავის ჟანრში. ამიტომაც ვიფიქრე სერიალის საშუალოზე კარგი გამოვიდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში საშუალო გამოდგა. აი რომ უყურებ, თითქოს რაღაც გაკლია. შეიძლება ეს პერსონაჟების არასწორი წარმოჩენაა, ან სცენარის სისუსტე რაღაც ასპექტებში. მოკლედ უყურებ სერიალს და ხვდები, რომ ნამდვილად არ არის კარგი სერიალი. თუმცა იმასაც აცნობიერებ, რომ ცუდი არაა. ის თემები, რაც ამ პროექტშია წარმოჩენილი, მართლა საინტერესოა. სამეცნიერო თეორიების და ზოგადი ატმოსფეროც მართლა კარგია. ამიტომაც მგონია, რომ უდიდესი პოტენციალი გაანიავეს ავტორებმა. ხო, რაც შეეხებათ ავტორებს, ვინც არიცით, გეტყვით, რომ Game of Thrones-ის შოურანერები არიან. ფინალური სეზონის შემდეგ ამ პროექტით გადაწყვიტეს დაბრუნება. ისე სამეფო კარის თამაშების ნახევარი კასტი ამ სერიალში თავმოყრილი. მოკლედ, რომ შევაჯამო, ვისაც სამეცნიერო ფანტასტიკა გიყვართ, ვფიქრობ, რომ უნდა უყუროთ, რადგან მართლა საინტერესო იქნება თქვენთვის. ბოლო პერიოდში ამ ჟანრში პრობლემებია და სამი სხეულის პრობლემა რაღაც დოზით სიცარიელს ამოავსებს. უბრალოდ დიდი მოლოდინი არ შეიქმნათ და კონცენტრირდით მთავარ თემაზე და მეცნიერულ თეორიებზე. ამ ინსტრუქციას თუ მიყვებით, მე მგონი უნდა მოგეწონოთ. მოკლედ მოინიშნეთ და უყურეთ. და აქვე თხოვნა მექნება დააფოლოვეთ ჩემი გვერდი, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები.